გილოცავთ დღეს როგორც კვირა დღეს და ასევე წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენება მისი საქართველოს ეკლესიის დიახში აღინიშნა ბოლბოლზე მისი წამების დღე. ერთი კვირის წინ თვალსაჩინო ეკლესიაში ასევე აღინიშნა იქ ტაძართან დაკავშირებით რომელიც ქალაქ ლუდიში წმინდა გიორგის სახელზე არის აგებული და ასევე უფრო ადრე კიდე არის სხვა ადგილობრივ ეკლესიებში ყველას აქვს თავისი კერძო კიდე დღესასწაულით წმინდა გიორგის საერთო მსოფლიო ეკლესიისათვის საერო კალენდრით 6 მაის არის წმინდა გიორგის მთელი მსოფლიო ეკლესია აღნიშნავს მაგრამ როცა სადაც არ უნდა იყოს და რადგანაც არ იყოს აღნიშნა ჩვენ და თელეკრესია მას უწოდებს დიდმოწამე გიორგის და მისი ხსენებით ჩვენ ეკლესია გვახსენს რომ ქრისტიანის ცხოვრება ამ ქვეყანაზე არის ბრძოლა რა მაგრამ არა ბრძოლა სის და ხორცს პარემოთქრავს არამედ ჰაერის ცელთა სულთა მიმართ ჩვენი ბრძოლა არის რომელიც გონებას გვიმღრევენ არც გვასწუნებენ სასწურს გვიგებენ და მოგვიწოდებენ ხოლმე რომ დავიწყოთ უფალი და მაგრამ ჩვენ თვითონ ჩვენი ნებით ვაკეთოთ რაც ჩვენ გვინდა რადგან თავისუფალი ნება გვაქვს და თავისუფალ ნებას ერთად მეთა გონიერება მის ადამიანს და გარდა მაგისა უფალმა გამოუცხადა თავის თავი წყალობით და მოწყალებით და სიყვარულით და სუგრძელებით და მიმტევებლობით მრავალი სიკეთით დაანახა რომ თავისუფალი ნება ღვთისა სიკეთისგან მიმართული ხოლო დაცემული ადამიანის თავისუფალი ნება ღვთისა წინააღმდეგოდ არ იმართება მასტურის მოწოდებით და ეს ბრძოლა გვაქვს ჩვენ სულიერი ბრძოლა გვაქვს არა იარაღი ჩვენი იარაღი ლოცვა ჩვენი იარაღი მარხვა და უფალმა თქვა ლოცვა და მარხვით განიდევნება ეს ბოროტი სული ჩვენგან და ეს გვახსოვდეს და დაწყებული ლოცვით და მარხვით ბრძოლა შემდეგ გადადის უკვე ბრძოლაში როდესაც ეს სოფელი დაცემულ მდგომარეობაში ყოფი უპირისპირდებოდა ეწინააღმდეგება იმ ქრისტიანებს რომელიც წარმატებას აღწევენ სულიერ ცხოვრების გზაზე რომ დააბრყოლონ ისინი ვინც უსტებია და ადვილად ეცემიან იმათ ნაკლებად ვრუნავს ის იმიტომ რომ ისედაც ნებისმიერ დროს შეიძლება თავის რიგებში ჩააყენოს მასტურმა ასე რომ ჩვენ ეკლესია გვახსენეთ დიდ მოწამეთა ცხოვრებას მათ ვართ და ზოგადად მოწამეთა მამების დედების დელთავრების პატრიარქების მაგალითს რომ ყველა ეკლესიის იერარქიისა ყველა განიცდის ამ ბრძოლას ვინც უფრო ახლოს არის უფალთან უფრო მეტი ბრძოლა დიდი ბრძოლა ვინც ნაკლები მაგრამ რიგით ადამიანს თავის ბრძოლა აქვს ოჯახში და სამსახურში თუ თავის მოქალაქეობრივ ცხოვრებაში საკუთარ თავთან აქვს თავის თავში ბრძოლა როდესაც მას ბოროტი გულისხმები უჩნდება გულის ზრახვები უჩნდება და აყვება და უმღრევენ მას გონებას დააღწან ამ შურის გზნობა ამ ძალადობა ვიღაცის მიმართ ამ შურის ძიების სურვილი და ასე შემდეგ და მეტო მართებს ჩვენ სიფხიზლე გონებისა რათა ამ სულიერ ბრძოლაში არ დავმარცხდეთ არამედ განვიწმინდოთ ჩვენი გონება გული ღვთისმადლით და წყალობით და შეწიროთ წმინდათა დიდ მოწამეთა და დიდ მოწამესა გიორგისა რომელსაც განსაკუთრებით მიაგეს პატივს და თაყვანს საქართველოს ეკლესია ქართული ერი მეთა დაგუცოთ და ჩვენ შევმატოთ ჩვენი პირადი ლოცვა მის მიმართ რათა მისი მფარველობა ჩვენი ერის ქვეყნის ეკლესიის არ მოაკლდეს ჩვენ